დარჩენილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს. მიღებული ინფორმაციით ჩვენი შტაბებიდან დაახლოებით 900,000-ზე მეტია უკვე დაფიქსირებული ჩვენ სასარგებლოდ. რაც პირველ რიგში ხაზს უსვამს თუ რამდენად დამაჯერებელია ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე უკვე 2 საათში გავაფორმებთ. დილიდან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენ ყველა იმ საერთაშორისო დამკვირვებელთან, ევროპიდან ჩამოსულ პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, ჩვენ ვისმენთ მათ განცხადებებს და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ერთხმად აღიარებენ თუ რამდენად კონსტრუქციულ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს მთლიანად საარჩევნო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ის ზომები, რომელიც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ არის არათუ მოწონებული პირიქით საშუალებას აძლევს ყველას უსაფრთხოდ მიცეს ხმა და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 1 საათის წინ უკვე დაიწყო ძალადობის ესეთი აქტიური გამოვლინება, პროვოკაციები, რომელსაც მოყვა დაზიანებებიც. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიმეორებ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა იქნება აუცილებლად გამოძიებული, ყველგან არის კამერები და შესაბამისად ფიქსირდება ესა თუ ის დარღვევა და ნებისმიერი მოძალადე პასუხისგებაში იქნება მიცემული. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ამ 2 საათის განმავლობაში მოვახდინოთ კიდევ უფრო მობილიზება, ყველა ჩვენი მხარდამჭერი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს და დარჩა დრო კიდევ მივიდეს და თავისი არჩევანი ბოლომდე დააფიქსიროს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში და მე მოუწოდებ ყველას შეეშვან პროვოკაციებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს, არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. ამიტომ კიდევ ერთხელ შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად და მათ მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მოვისმენთ იმ დამკვირვებლების აზრს და შეფასებებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მთელი რეგიონი საქართველოს მასშტაბით არიან გაფანტულები. აქვე დავამატებდი კიდევ ერთ ფაქტს. დილიდან მოვისმინეთ ჩვენ რამდენიმე იმ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებები ამა თუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. ორგანიზაციები ვითომ ნეიტრალური ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც ვიცოდით, რომ შეეცდებოდნენ ამა თუ იმ ფაქტის არ ქონის შემთხვევაში თუ ფაქტის ქონის შემთხვევაში დამახინჯებით ინფორმაციის მიწოდებას და ამითი ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. ამიტომ ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც საქართველო დგას. სამწუხაროა, რომ ჩვენ თუნდაც ის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ძალადობის და ვერ მოვახერხეთ ჩვენ გამორჩეულები ყოფილიყავით თუნდაც სხვა განვითარებული ქვეყნებისგან, როდესაც არჩევნები აბსოლუტურად ძალადობის გარეშე ჩაივიდა, მაგრამ თავარი არის ახლა ეს 2 საათი მშვიდობიანად და ყოველგვარი პროვოკაციების და ძალადობის გარეშე დასრულდეს და ამის შემდეგ უკვე მოხდეს შესაბამისი შეფასებები და ქართული ოცნების მხრიდან ზეიმი იმ გამარჯვების, რომელსაც ჩვენ წინასწარ ვაანონსებდით, რადგან დარწმუნებული ვართ საქართველოს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში ჩვენი გუნდის მიმართ. დიდი მადლობა. იგივე განწყობა არის ცოტა ხანი გაკეთა ნაციონალური მოძრაობის ოფისში განცხადება და ითქვა, რომ ქართულმა ოცნებამ წააგოთ ინგლისის მაჩორის ყველაზე ქალაქი და პარტია როგორც აგებს თბილისს აგებს მთელ საქართველოს და რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, ოცნება გადაბარგდა ოპოზიციაში. აი რომელს უნდა დაუჯეროს მოქალაქემ, რომელიც ეთქვების მე ქართული ოცნების განცხადებას რომ მოიგეთ და მეორეს ისმეს ოპოზიციის განცხადებას რომ იმართებდეს. მათი ამ განცხადებებით ალბათ ცდილობენ უფრო მეტი მობილიზაცია გააკეთონ იმ დარჩენილი თავიანთი ამორჩეულის, რომელსაც ალბათ უკვე იმედით დაკარგა. თუმცა ფაქტი ერთი არის, მაგრამ ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სიცრუე, ბრალდებები, რომელსაც არგუმენტები არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი კონკრეტული ფაქტები, რომელიც უკვე მოხდა, ამაზე იყო რეაგირება და შესაბამისად დაკავებული იქნა ყველა პირი და ესე იქნება შემდგომშიც თუ მსგავს ქმედებებს ექნება ადგილი, ნამდვილად აგებს ყველა პასუხს კანონის შესაბამისად. ფაქტი ერთი არის, ჩვენ ვიცით ის განწყობები, რომელიც მოსახლეობაშია, ჩვენ გვაქვს ის ობიექტური კვლევები და რაც ყველაზე მთავარია, მიღებული ინფორმაცია შტაბებიდან, რომელიც ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვი არ შეგვაქვს. დიახ. რა თქმა უნდა.
არა, ეს ის ფაქტები იყო, რომელზეც ნამდვილად იქნება გამოძიება, რომელზეც იყო თორსები, კამერაც დაიმტრო და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისი რეაგირება იქნება და საგამოძიებო ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას და მოახდენს რეაგირება დაკავების კუთხით და თუ მსგავსი რამე განმეორდება, აუცილებლად გააკეთებენ იგივეს, თუმცა ის რომ ამ მსგავსმა ერთმა ორმა შემთხვევამ კითხვის ნიშნის ქვეშ მხარდამჭერები სავარაუდოდ დაუპირისპირდა. აქ ჭირდება? ხო. თარბა რამდენიმეჯერ დაიწყება ჩვენი ინფორმაციით.